თუ ზედმეტად ხარ შეპყრობილი იმით, რომ არისო რასისტი, ეს შეიძლება ნიშნავს, რომ სინამდვილეში რასისტი ხარ. რადგან თუ მართლა არ ხედავ რასიზმს, თუ ფერებს მნიშვნელობას არ ანიჭებ, აღარ დაგჭირდებოდა მუდმივად იმის დამტკიცება, რამდენად არ აქცევ ყურადღებას ფერებს. და ყველაფერი, რაც ახლა ხდება ამ რასიზმის თემასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტ რასიზმს ქმნის, რადგან ჩვენი შეპყრობა იმით, რომ ვიღაცის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ან სხვისი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ნიშნავს იმას, რომ წყვეტთ სხვა სიცოცხლეებზე ზრუნვას ამ ერთი სიცოცხლის გამო. და მთელი ეს ამბავი ცოტა არეული გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთში ჰენრი ნოვაკთან დაკავშირებული ყველაფერი მოხდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს, რომ კონსტანტინე კისინი ტრიგონომეტრიიდან გვყავს, რომელიც ამ საქმეს აზრს სცემს. და თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ადევნებთ თვალს მის კონტენტს, რას აკეთებთ? კონტენტზე ხაუბრისას მოგესალმებით pushback-ში. მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. ჩვენ განვიხილავთ ამ სრულიად ეპიკურ ნამუშევარს, რომელიც უკვე 30 მილიონმა ადამიანმა ნახა და უნდა ნახოს ასობით მილიონმა, რადგან ის ხსნის ყველაფერს, რაც ხდება ამ გიჟურ რასიზმის თემასთან დაკავშირებით, როცა ყველა ვამბობთ, რომ რასისტები არ ვართ და ასე შემდეგ. ასე რომ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და აწექით IP-ის ღილაკს, გავზიარეთ მეგობარს, რადგან ჩვენ ვუპირისპირდებით და საკმარისად გვაქვს ნანახი და ვცდილობთ გავიგოთ სინამდვილეში რისგან დავიღალეთ. ჰენრი ნოვაკი, როგორ მომიტანა ანტირასიზმმა რასიზმი? პომ. გაიხსენეთ ზუსტად 6 წლის წინანდელი დრო. 2020 წლის ზაფხულია და ბრიტანეთი გადის იმაზე, რასაც მისი კომენტატორი სუნთქვა შეკრული აღწერს, როგორც ანგარის სწორებას. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ მინეაპოლისის პოლიციის ოფიცრის მიერ ასობით ათასი ბრიტანელი ქუჩაში გამოიყვანა. ძეგლები დაამხეს. კომპანიებმა მლიქნეული განცხადებები გაავრცელეს. ბრიტანელი პოლიციის ოფიცრები ბრიტანულ ქალაქებში, რომლებიც ბრიტანელ ხალხს იცავდნენ, მუხლზე დაეცნენ მომიტინგეების წინაშე. შეთხოვინება, რომელსაც პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სხვადასხვა ინსტიტუტები დაუსრულებლად იმეორებდნენ, ერთმნიშვნელოვანი იყო. რასიზმი კლავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. სხვათა შორის, დიახ, რასიზმი ცუდია. ვინმეზე ასე ძალიან ზრუნვა მხოლოდ მისი კანისფერის ან წარმოშობის გამო, კარგი რამ არ არის. ყველამ უნდა შეუძლოთ იმის მიღება, რომ ადამიანები განსხვავებულები არიან და ვის რა უნდა აინტერესებდეს. მაგრამ ეს აკვიატება Black Lives Matter-ზე. Black Lives Matter. შავები. უბრალოდ გვაიძულებს ყველგან მხოლოდ შავები დავინახოთ. ან ნებისმიერი სხვა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ამგვარ მოძრაობას ბევრი პრობლემა აქვს. ეხლა ის აჩვენებს ჰენრი ნოვაკის მკვლელის ჩანაწერს. თეთრკანიანი ადამიანი. რა თქვა? მართლა თქვა? პოლიციაში დება განცხადება. და ყველა სახის ინსტიტუტების პოზიცია იყო ერთნიშნულოვანი. რასიზმი კლავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. პოლიციაში რასისტული თვალსაზრისით, თეთრკანიანი ადამიანის მხრიდან. რა თქვა? მართლა, რასისტულად მოგექცა. პოლიციაში დება განცხადება რეაგირებისთვის. კი, ასე იყო. კიდე ჩემს მასთან ისაუბროს. შემდეგ მან დაამარცხა. უკან დამწია და ჩალმაზე დამარცხა. 6 წლის შემდეგ 18 წლის სტუდენტი სახელად ჰენრი ნოვაკი 5 ჯერ დაჭრეს საუთჰემპტონის ქუჩაზე. როცა სისხლში იწვა, მან პოლიციელებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ზუსტად უთხრა რა მოხდა. მას დანაჩაარტყა ვიკრამ დიგუამ, რომელიც ახლოს იდგა. დიგუამ კი პოლიციელებს სხვა რამ უთხრა, რომ თავად იყო რასისტული თავდასხმის მსხვერპლი. პოლიციელებმა დიგუას დაუჯერეს და ნოვაკი დააკავეს ხელბორკილებით. როცა გონებას კარგავდა, ხელზე დამაგრებული კამერის ჩანაწერში ისმოდა, როგორ იმეორებდა, ვერ ვსუნთქავ. ისევ იგივე 4 სიტყვა, რომელიც 6 წლით ადრე პოლიტიკური მოძრაობის გამსაზღვრელ ფრაზად იქცა. ეს სიტყვები კედლის მხატვრობებზე იყო დაწერილი, მარშებზე სკანდირებდნენ, მაისურებზე ბეჭდავდნენ. ეს სიტყვები გაჟღერდა ამერიკის კონგრესის დარბაზში და ციტირებული იყო უესტმინსტერის საპარლამენტო დებატებში. საინტერესოა ის, რომ ფრაზა ვერ ვსუნთქავ პოლიტიკური განცხადება არ არის და არასდროს უნდა იყოს პოლიტიკური განცხადება. სინამდვილეში ეს არის სიტყვები, რომლებიც ნიშნავს, რომ ვიღაცა კვდება. ვერ ვსუნთქავ, როცა ხელბორკილებს გიკეთებენ და როცა ამტკიცებ, რომ დაგჭრეს, შეიძლება მართლაც ნიშნავდეს, რომ ვერ ვსუნთქავ. მაგრამ ეს ფრაზა ისეთ რამედ იქცა, რომლის მნიშვნელობაც ადამიანებმა თითქმის ვეღარ გაიგეს. როცა ბრიტანელი პოლიციელები ლონდონის ქუჩებში მუხლებზე დადგნენ, სწორედ ამ სიტყვებისთვის დადგნენ მუხლებზე. ჰენრი ნოვაკის ბოლო სიტყვები, რომლებიც ჰემშირის პოლიციამ სხეულის კამერის ჩანაწერიდან გაავრცელა სამშაბათ დილის ადრეულ საათებში, იმ ღამით, როცა ყველაზე ცოტა ადამიანი ნახავდა მას, იგივე იყო. ვერ ვსუნთქავ. ეს სიტყვები მან ხელბორკილდადებული, ასფალტზე მწოლიარე 5 დანით მიყენებული ჭრილობიდან სისხლდენმა თქვა იმ ოფიცრებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ის ადამიანი, ვინც ეს ჭრილობები მიაკენა, ნამდვილი მსხვერპლი იყო. ჰენრის სიტყვებს კედლის მხატვრობაზე არ ნახავთ. არც ერთი პოლიტიკოსი არ მოიყვანეს მათ ციტატად პარლამენტში. არც ერთი კომპანია არ შეცვლის თავის ლოგოს. იგივე მართველმა ელიტამ 4 სიტყვა უგდავყო, როცა ისინი შავკანიანმა კაცმა მინეაპოლისში წარმოთქვა. იგივე 4 სიტყვა, რომლებიც თეთრმა ბიჭმა საუთჰემპტონის ქუჩაზე სიკვდილის წინ თქვა. შეხვდა იმას, რასაც მხოლოდ მიზანმიმართული ინსტიტუციური სიჩუმე შეიძლება ეწოდოს. ეს სიჩუმე ნეიტრალური არ არის. ეს არის განცხადება. ეს ზუსტად გეუბნებათ, ვისი ტკივილი ჩათვალა სისტემამ მნიშვნელოვნად და ვისი არა.
და ეს არ შეუქმნიათ ძველ რასისტებს, არც სკინჰედებსა და ხულიგნებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც 6 წელი გეუბნებოდნენ, რომ ეს პრობლემა მათ უკვე აღმოფხვრეს. ტიგვა გასულ კვირას მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ჰემფშირის პოლიციამ საჯარო ბოდიში მოიხადა. მათმა IOPC-მ გამოძიება დაიწყო. და ქვეყანა, რომელმაც თითქმის 10 წლეული გაატარა უნიკალური და მიუტევებელი რასიზმის ბოროტების შესახებ ლექციების მოსმენაში, დარჩა იმის განსასჯელად, თუ რა შედეგი გამოიღო მისმა ანტირასიზმმა სინამდვილეში. და ეს არის არასასიამოვნო განსჯა, რომელსაც ხალხმა უნდა შეეგუოს, რადგან პასუხი არ იქნება უბრალოდ მარტივი არა. ჩვენ ნამდვილად ზრუნავთ ყველა სიცოცხლეზე. არა, აშკარად რაღაც მოძრაობა Black Lives Matter-ში და მოძრაობაში, აშკარად რაღაცა მაქვს მიიყვანა საქმე იქამდე, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლე ნაკლებად მნიშვნელოვანია. როცა ცდილობდი ამის გამოსწორებას, თითქოს უკიდურესობაში გადახვედი და ჯერ კიდევ არ მივსულვართ ოქროს შუალედამდე. მითხარი, კალციუმის დანამატებს აღარ იღებ, ხომ ასეა? რადგან ხომ იცი, ალბათ არ გეხმარება, განსაკუთრებით თუ შენს ორგანიზმში საკმარისი კოლაგენი არ გაქვს. კოლაგენი ალბათ იტყვი. დიახ, მეც გამიკვირდა, რადგან მეც შენს მდგომარეობაში ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რომ 30 წლის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი ყოველწლიურად 1-დან 2%-მდე ნაკლებ კოლაგენს გამოიმუშავებს. წლებია, სახსრებთან პრობლემები მაქვს. ყველა დანამატი ვცადე და შემდეგ აღმოაჩინე Native Path, Grass-Fed Collagen და ყველაფერი შეიცვალა. რადგან ეს არის ნამდვილი საიდუმლო, რომ შევინარჩუნოთ კანი ელასტიური, ძვლები ძლიერი და სახსრები ჯანმრთელი. და ეს არ არის უსიამოვნო, რადგან სრულად იხსნება წყალში ან კავაში. და ათასობით მომხმარებელმა ზუსტად იგივე გამოცდილება აღწერა, როგორც მე. უკეთესი კანი, უკეთესი ძილი, ნაკლები ტკივილი. მოიწესრიგეთ ცხოვრება და მხარი დაუჭირეთ ჩვენს გადაცემას. რადგან მინდოდა, რომ Native Path გამხდარიყო ჩვენი სპონსორი, ჩვენი სპეციალური პაკეტის შეთავაზებით და უფასო მიწოდებით. შედით getnativepath.com/meira. ეს არის getnativepath.com/meira. სცადეთ რისკის გარეშე 365 დღიანი თანხის დაბრუნების გარანტიით. პასუხი, თუ მზად ხართ გულწრფელად შეხედოთ, ასეთია. რასიზმის ახალი ფორმა ბიუროკრატიული რასიზმი, ფაქტობრივად ინსტიტუციონალიზებული რასიზმი. რასიზმი, რომელიც იმდენად საფუძვლიანად არის შეფუთული პროგრესისა და ჩართულობის ენით, რომ ადამიანები მით მას ახორციელებენ, გულწრფელად ჯერათ, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგანა. ეს ისეთი მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ შეიძლება გამოგჩათ, რადგან ის ძალიან მჭევრმეტყველად ლაპარაკობს. ეს რეალური ინსტიტუციური რასიზმი გაწმენდილილია ენით, რომელიც ძალიან პროგრესულად ჟღერს. და სწორედ ამას ვხედავთ ყველგან. თუ შეგიძლია ძალიან რთული საკითხი გადაახალისო სიტყვებით ისე, რომ სხვანაირად ჟღერდეს, უცებ ადამიანები მართვაც იჯერებენ ამას. ამჟამად დიდ ბრიტანეთში ინსტიტუციური რასიზმი რეალურად მიმართულია თეთრებისკენ. მარტივია. რას დაარქმევთ კიდევ ისეთ სისტემას, სადაც მომაკვდავი თინეიჯერის სიტყვას ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე მის მკვლელებს, მხოლოდ კანის ფერისგან. იმის გასაგებად, თუ როგორ მივედით აქამდე, უნდა გაიგოთ, რა გააკეთა ფლოიდის შემდეგმა გააზრებამ ბრიტანულ ინსტიტუტებზე, განსაკუთრებით პოლიციაზე. რეაქცია ფლოიდის სიკვდილზე მხოლოდ ემოციური არ ყოფილა. ეს იყო იდეოლოგიური და სისტემური. ქვეყნის მასშტაბით ძალოვანმა სტრუქტურებმა გაიარეს სავალდებულო მრავალფეროვნებისა და ანტირასისტული ტრენინგები. ობისებში პირდაპირ ან ირიბად დანერგილი პრინციპი იყო, რომ რასიზმის ბრალდებები უდიდესი სერიოზულობით უნდა მიიღოთ. ის, რომ ინსტიტუტების ისტორიული შეცდომა არ დაეჯერებინათ რასიზმის მსხვერპლი უმცირესობებისთვის, იყო საწყისი ცოდვა და ეს საჭიროებდა გამოსწორებას. რასიზმი არის. სიზუსტისთვის, ადრე ნამდვილად არსებობდა რასიზმი, თანაც საკმაოდ ბევრი. და ეს იყო ცოდვა, ეს იყო პრობლემა. და ეს იყო ის, რაც დროთა განმავლობაში იმედი მაქვს მივიღეთ, რომ შეიცვალა. მაგრამ რა ხდება, როცა რაღაცას, რაც ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, ისე ეკიდები, თითქოს ეს ამტკიცებდეს იმას, რაც ეხლა ხდება. სუდია. მისი მოგვარების მცდელობა კარგია. პრობლემა ისაა, რაც ხდება, როცა ამას განუსჯელად იყენებ რეალურ სამყაროში. თქვენ ასწავლით ოფიცრებს, რომ რასიზმის ბრალდება ისე მძიმედ შეაფასონ, რომ ეს გადაფარავს მათ თვალწინ არსებულ მტკიცებულებებს. ზუსტად იმ შედეგს იღებთ, რაც საუთჰემპტონში ვნახეთ. კაცი, რომელიც ტროტუარზე სისხლში იხჩობა და შველას ითხოვს, ოფიცრები კი, რომლებიც მის სიცოცხლეს უნდა გადაარჩენდნენ, ეუბნებიან, რომ არ ფიქრობენ, რომ დაჭრილია. რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი ამ საქმეში არის ის, თუ როგორ ასახავს ის თითქმის ზუსტად იმ უსამართლობას, რომლის თავიდან აცილებისთვისაც ეს მოძრაობა თითქოს შეიქმნა. ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა სიტყვებით: ვერ ვსუნთქავ, მაშინ როცა პოლიციის ოფიცერი მის კისერზე მუხს საჭერდა. ჰენრი ნოვაკი გარდაიცვალა სიტყვებით: ვერ ვსუნთქავ, მაშინ როცა პოლიციის ოფიცრები მის ზურგზე მუხს საჭერდნენ და ხელბორკილებს ადებდნენ. ბრიტანეთის ისტაბლიშმენტი, რომელიც ფლოიდის გამო ტიროდა, ნოვაკის საქმეზე თვალშისაცემად დუმს. პოლიტიკოსები, რომლებიც 2020 წელს ლონდონის ქუჩებში მარშირებდნენ, კამერებთან არ გაჩენივან.
კორპორაციებს, რომლებმაც ლოგოები შეცვალეს და მრავალფეროვნების ინიციატივებს დააფინანსეს, განცხადებები არ გაუკეთებიათ. ეს არც შემთხვევითია და არც გასაკვირი. ეს არის იმ იდეოლოგიის ლოგიკური შედეგი, რომელიც რეალურად რასიზმს არ ეწინააღმდეგება. ის უბრალოდ მის მისაღებ სამიზნეებს ცვლის. მე მინდა ვთქვა, რომ ეს რასიზმს არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ სამიზნეებს ცვლის, რადგან როცა ყავს მსხვერპლი, შეგიძლია გმირი იყო. მინდა ზუსტი ვიყო, რადგან სიზუსტეს მნიშვნელობა აქვს. არ ვამბობ, რომ იმ ღამით ადგილზე მისული ოფიცრები ცუდი ადამიანები იყვნენ, ან რომ მათ მიზნად ჰქონდათ ჰენრის სიკვდილის დაშვება. ჯერა სინამდვილეში პირიქითა. ისინი მიხვებოდნენ თავიანთი მომზადების სულისკვეთებას და იმ კულტურას, რომელიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად იყო ჩამოყალიბებული მათ გარშემო. პრობლემა ინდივიდებში არ არის, პრობლემა იმ სისტემაშია, რომელმაც ისინი შექმნა. სისტემა, რომელმაც მათ ფაქტობრივად ასწავლა, რომ რასიზმის ბრალდება არის მთავარი კოზირი, რომელიც ანაცვლებს ჩვეულებრივ საგამოძიებო პროცედურას, ჩვეულებრივ სამედიცინო აღაზრდს და ჩვეულებრივ ადამიანურ განსჯას. ეს სისტემა საუკეთესო განზრახვებით აშენდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც გულწრფელად სურდათ რეალური უსამართლობის აღმოფხვრა. და ამან შექმნა პოლიციური კულტურა, სადაც მკვლელს შეუძლია მოზარდი 5 ჯერ დაჩხვლიდოს. რასიზმის მსხვერპლად გამოაცხადოს თავი და უყუროს როგორ ადებენ ხელბორკილებს ქუჩაში სისხლმდინარე ადამიანს. ისინი არ აღიარებენ იმას, რაც შექმნეს. ისინი იტყვიან, რომ ეს იყო ცალკეული ოფიცრების ერთჯერადი ჩავარდნა და არა სისტემური პრობლემა. ისინი იტყვიან, რომ ამ საქმის დამოწევა თავისთავად რასიზმის ფორმაა. მცდელობაა დაასუსტონ ლეგიტიმური ანტირასისტული ძალისხმევა გამონაკლის შემთხვევებზე ყურადღების გამახვილებით. ისინი ამას უკვე ამბობენ სხვათა შორის. იტყვიან, როგორც ყოველთვის ამბობენ, რომ ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ საკმარისად შორს არ წავს უღვართ, მაგრამ ეს თამაში დასრულებულია. ვისაც სიმართლის დანახვა და გაგონება შეუძლია, იცის რა მოხდა აქ. ახალგაზრდა კაცი მოკვდა. მისმა მკვლელმა იდეოლოგია გამოიყენა, რომ გაექცა სამართალს, თუნდაც დროებით. და ის ინსტიტუტები, რომლებიც ანტირასიზმის სახელით რეფორმირდა, ახლა ღიად რასისტულია თეთრკანიანების მიმართ. თუ აფასებთ ამ იდეებს? დიახ, ის მართალია, ეს არის სიმართლე. მიხარია, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენგან უმეტესობას, ვინც აქ ვართ პუშბექზე, თვალები და ყურები გახსნილი გვაქვს და საკმაოდ კარგად ვაცნობიერებთ, რას ვხედავთ აქ. მაშ, დაუშვებთ, რომ მათ ეს გააკეთონ, დაუშვებთ, რომ ეს გაგრძელდეს და შეგვაცდინონ, თითქოს მათ სათმარისი არ გაუკეთებიათ. თუ ეთყვით მეგობრებო, შეცდომა დაუშვით, დრო აწახვიდეთ. გმადლობთ ყურადღებისთვის ნასა. დაიმახსოვრეთ, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და ღმერთი დიდია. თქვენ შესანიშნავი დღე გექნებათ.